ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა 3 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ოქროს ნივთები სამართალდამტყო მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ ჰქონდათ განთავსებული, ხოლო სხეულზე ოქროსგან დამზადებული ბალთების მქონე ქამრები ეკეტათ. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 685.346 ლარი შეადგინა. საქმის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.